როლიქში უნდა მიუსამძიმრო ყველა იმ ადამიანს, ვინც კათოლიკოს პატრიარქის სულიერ შვილად მიჩნევს თავს, თუ უბრალოდ უყვარს ეს ადამიანი, შეიძლება სულაც არ იყოს მისი მწყემსთავრობის ქვეშ, მაგრამ არ ყოფილიყო, მაგრამ უბრალოდ უყვარდა ეს ადამიანი. ასეთი მრავლად არის საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთ. და მინდა უთანაგზო ყველა ამ ადამიანს. როგორც ახსენეთ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ზოგადად გას ხოლმე ქართველი ხალხის გვერდით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიას და მის მწყემსთავარს არასდროს არ უჭირს ხოლმე სწრაფად და ადეკვატურად იმ განცხადებების გაკეთება, რომელიც ჭირდება ქართულ საზოგადოებას. ეს იყო ბოლო პერიოდში როგორც პოლიტიკური პროცესების დროს, ასევე დღესაც, გუშინ უფრო სწორედ, როდესაც პირველი მართლმადიდებელ ეკლესიებში, პირველი იერარქი იყო უნეტარესი ეპიფანე, რომელმაც გააკეთა განცხადება და ძალიან ამაღელვებელი სიტყვები მიუძღვნა. ასევე ამაღელვებელი სიტყვები მიუძღვნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რაც უკვე გადამდგარმა საპატიო პატრიარქმა ფილარეტმა, პატრიარქი ფილარეტი იყო პატრიარქი ილიას მეგობარი, ისინი ერთად მოღვაწეობდნენ როგორც აკადემიურ სივრცეში, რუსეთში, ასევე მონასტერში და ასევე მისი სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, ყველა აფასებს კათოლიკოს პატრიარქის მოღვაწეობას როგორც ეპოქალური პიროვნებისას, რადგანაც ეს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წლები, რომელიც მან მართა საქართველოს ეკლესია არის ის წლები, იმდენი წელი, რამდენიც არავის არ უმართავს ეს ეკლესია, რომელიც საკმაოდ ძველია. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე განსაკუთრებით ალბათ შთამბეჭდავია საუბარი, როდესაც მისი მოღვაწეობის პირველ წლებს ვიხსენებთ და დღეს არაერთხელ გაჟღერდა ამ ორ დღეში, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო ავტოკეფალიის აღიარება. ავტოკეფალია, რომელიც არ მოპოვება, არამედ აღიარება, რადგანაც ავტოკეფალია მქონდა მოპოვებული საქართველოს ეკლესიას. დიახ. ავტოკეფალია აღდგენილი იყო საქართველოს ეკლესიაში, ეს არ არის კათოლიკოს პატრიარქის პერიოდში მომხდარი ფაქტი, მაგრამ ამ აღდგენილ ავტოკეფალიას სჭირდებოდა საერთაშორისო აღიარება. და აი ბატონმა ახსენა, რომ ის იყო ძალიან ტოლერანტული, ძალიან მიმღებელი და ეს ძალიან ადგებოდა მას საერთაშორისო ურთიერთობებში, იმიტომ რომ საქართველოს ეკლესიას ხო, კი. რასაც დღეს ვერ ვნახავთ საქართველოს ეკლესიაში სამწუხაროდ, დღეს რადიკალურად შეცვლილია. ხო, ანუ რამ და რატომ მოიტანა ამაზე საუბარი დღეს ალბათ ბევრჯერ ვახსენე, რომ დღეს უნდა ვისაუბროთ იმაზე, ისეთი დღეებია, დღეს უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გააკეთა კათოლიკოს პატრიარქმა და არა იმაზე, რა ვერ გააკეთა ან არ გააკეთა. და ეს პირველი წლები ნამდვილად არის ის, რა დროსაც მისი ეს მოღვაწეობა, მისი ეს მიმღებლობა, მისი ქარიზმატულობაც საერთაშორისო ურთიერთობებში იყო ძალიან გამოსადეგი საქართველოსთვის და მანამ სანამ 90-იან წლებამდე მივიდოდა და ავტოკეფალიას აღიარებულ მინიჭებულ ავტოკეფალიას ცნობდა მსოფლიო საპატრიარქო და სხვა ეკლესიები, საკმაოდ დიდი გზა განვლო საქართველოს ეკლესიამ კათოლიკოს პატრიარქ ილიას ხელმძღვანელობით, რომ უბრალოდ გაეხსენებინათ საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ეს ეკლესია არსებობს, რომ საქართველოს ეკლესია არ არის რუსეთის შენაერთი და ამას სჭირდებოდა საკმაოდ დიდი შრომა, დიდი ღვაწლი და ასევე ის პიროვნული თვისებები, რომელიც სჭირდებოდა იმ ლიდერს, რომელიც ხელმძღვანელობდა მაშინ საქართველოს ეკლესიას და ეს თვისებები, რაც მას ჰქონდა და რაზეც საუბრობთ, სამწუხაროდ დღეს ძალიან მცირე რაოდენობით სასულიერო პირში შეგვიძლია დავინახოთ საქართველოს და ეს არის. ხო, ცხოველს მე აღნიშნე კიდევაც ჩემს შესავალ ნაწილში, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის მაშინაც კი, როცა კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდებოდა
ზოგადად საპატრიარქოს პატრიარქი იყო, ესე ვთქვათ, ხელმოსაჭიდი პიროვნება, რომ ის არ გავს სხვებს. აი ეს მუდმივად იყო ხოლმე, მისი პიროვნული ავტორიტეტი იყო ბევრად მაღლა, ვიდრე ზოგადად ინსტიტუციის ბოლო პერიოდში. არ ვიცი ეს რამდენად კარგი იყო ზოგადად და ინსტიტუციისთვის გამოსადეგი. ფიქრობ, რომ შეიძლება დიდად არც, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე იყო. მაგრამ მაინც ისტორიას პიროვნებები ქმნიან. ხო, კი. ისტორიას კი. თუმცა ინსტიტუცია ხო, დღეს უკაცრავად. დიახ. ნუ ეს ასე იყო ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. აი შეგვიძლია გავიხსენოთ ახლა რადგანაც მიმღებლობაზე ვსაუბრობთ, რომელიც დღეს საქართველოს ეკლესიაში პრაქტიკულად არ არსებობს, ხო? შეგვიძლია გავიხსენოთ ორი უდიდესი ქრისტიანი სასულიერო პირის, მაგრამ არა მართლმადიდებლის ვიზიტი საქართველოში, ორი რომის პაპის, პირველი იოანე პავლე მეორე, მეორე პაპი ფრანცისკე და იმდენად განსხვავებულია პატრიარქის მასპინძლობა და სხვა სასულიერო პირების მასპინძლობა საქართველოში. ხა მე იოანე პავლე მეორის ვიზიტისას ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ფრანცისკეს დროს ვიყავი მღვდელი და ვიყავი საქართველოში და მე მახსოვს, რომ მაშინ, როდესაც პაპი ფრანცისკე აღფრთოვანებული იყო და არაერთხელ უთქვამს ეს კათოლიკოს პატრიარქის მასპინძლობით, პაპი ფრანცისკეს წირვიდან გამოსულს გარეთ დამხვდნენ მღვდლები, რომელთაც ხელში ბანერები ეჭირათ, რომ წასულიყო ის საქართველოდან მახსოვს ეს აღარ დაედგა ფეხი აქ, ხო? მე ვიყავი შეხვედრაზე, როდესაც იოანე პავლე იყო ჩამოსული აქ, ეს საოცრება იყო, თა როგორ ეჭირა თავი. ჩვენს უწმინდეს და როგორი იყო იოანე პავლე. ორი ლეგენდარული ადამიანი. მე მართლა ვგრძნობდი, რომ რაღაცა უცნაური ხდება. დიდი მოდიში არა, რამ გამოიწვია, როგორ ფიქრობთ, აი ეს არ ვიცი, განსხვავება სასულიერო პირველ იერარქსა და ზოგადად დანარჩენ ნაწილს ეკლესიას შორის, იმიტომ რომ ჩვენ პრინციპში დღესაც ვისმენდით, რომ აღფრთოვანება მისით, თაყვანისცემა მისით, ეს ყველაფერი არის სახეზე, ახლა ასე გამოხატულად და მაინც თქვენ ხას უსვამთ, რომ ის იყო განსხვავებული მათგან ტოლერანტობის კუთხით, აღქმის კუთხით, მიმღებლობის კუთხით, როგორც მასპინძელი და რა მოხდა შემდეგ და რატომ არ იყო სინქრონში ეს ყველაფერი, როგორ ფიქრობთ? არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, რთული ამაზე საუბარი, ისევ და ისევ გამეორდები განსაკუთრებით დღეს. და ისევ მირჩენია იმ გზაზე დავრჩე, რომ ვისაუბრო იმაზე რა გააკეთა კათოლიკოს პატრიარქმა და არა იმაზე რა არ გააკეთა. თუმცა ხო ეს განსხვავება, რომელიც არსებობს, სამწუხარო თვალნათელია თითოეული ადამიანისათვის და სწორედ ამიტომაც ალბათ კათოლიკოს პატრიარქი განსაკუთრებულად გამორჩეულია არა მხოლოდ თავისი მოღვაწეობით, არამედ შედარებითად იმ სასულიერო პირებთან, რომელიც პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომელიც სრულად მან შექმნა ეს ეკლესია, იმიტომ რომ დღეს მაგალითად სინოდში არის მხოლოდ და მხოლოდ ორი ადამიანი, თუ არ ვცდები, კი, ორი ადამიანი, რომელიც მღვდელი იყო, არა ეპისკოპოსი, რა თქმა უნდა, მღვდელი იყო მაშინ, როდესაც კათოლიკოს პატრიარქი აღსაყდრდა. ანუ ყველა სინოდის წევრიც კი მღვდლობიდან დაწყებული ეპისკოპოს, დიაკნობიდან მღვდლობიდან ეპისკოპოსად ხელდასხმა შეასრულა კათოლიკოს პატრიარქმა. ანუ ეს ეკლესია სრულად მისი შექმნილია და ხო ეს არის კითხვა, რატომ ხდა ასეთი აცდენა, რომელზეც პასუხი ნამდვილად არ მაქვს.